ახდება მაშინ, როდესაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი სცადე, როდესაც ანტიბიოტიკები აღარ მუშაობენ. თანამედროვე, წამყვანი მედიცინაც უძლურია. ინფექცია ბრუნდება, ამჯერად უფრო ძლიერად. ზოგიერთისთვის ერთადერთი გამოსავალი საქართველოა. ნახოთ, როგორ იბადება ბაქტერიოფაგი, როგორ მიმდინარეობს მისით მკურნალობა და რაც მთავარია, გავიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ჩემ და გასაკვირად გაცილებით მაღალ განვითარებული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიან, იმისათვის რომ სიცოცხლე გადაირჩინონ. საქართველო მსოფლიო რუკაზეა, არა მხოლოდ კულტურით, სპორტით ან კულინარიით, არამედ მეცნიერებითაც, რომელიც შესაძლოა დღევანდელ სამყაროში მრავალი პაციენტის ხსნა იყოს. Ყავს ახლა საფრანგეთიდან პაციენტი ნეტერტონის სინდრომით. როდესაც ეს პაციენტი ჩვენთან მოხვდა, წარმოიდგინეთ, რომ კანის ზედაპირი იყო სრულად ინფიცირებული. ნელ-ნელა დავიწყეთ ამ ფანგების გამოყენება, გამარვარებული იყო წითელი საოცარი შესახედი იყო და ნელ-ნელა ეს კანის ფერი უნდა გენახეთ, როგორ გაღიავდა. მერვე წელია ეს პაციენტი ჩვენთან არის, ჩამოდის ყოველ წელს გნახულობს, მიაქვს ფანგები, იწყებს თავისთან მკურნალობას, თან აქ ჩვენთანაც რაღაცა პერიოდი იტარებს ხოლმე კურსს. სიმაღლეში გაიზარდა, რაც აი ძალიან არ ვიცი, სასწაულია და თმები წამოუვიდა. ბაქტერიოფაგი არ არის უბრალოდ ვირუსი, არამედ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებამ და ბუნებამ სიმბიოზურად იმუშაონ ადამიანის და ზოგადად სიცოცხლის სასიკეთოდ.